Lexus IS300-ის პირველი თაობა შეიქმნა როგორც პირდაპირი საინჟინრო პასუხი გერმანული მესამე სერიის არქიტექტურაზე. Am პროექტში Toyota-ს მიზანი იყო კომპაქტური პლატფორმის შექმნა, სადაც აქცენტი გაკეთდებოდა არა ელექტრონულ ასისტენტებზე, არამედ წონის სწორ გადანაწილებასა და დაკიდების კინემატიკაზე. შასის ბალანსის მისაღწევად აქ მკაცრი გეომეტრიული გადაწყვეტილები გახდა აუცილებელი. იმისათვის, რომ 6 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც თავისი კონსტრუქციით საკმაოდ გრძელია, წინა ღერწს მიღმა არ გადასულიყო, ის მაქსიმალურად შეწიეს სალონისკენ. წინა თვლებს შორის მანძილი და კაპოტის შიდა არქიტექტურა ისე დაიგეგმა, რომ მძიმე თუჯის ბლოკი ფაქტობრივად წინა ღერძის უკან დაჯდა. Ამას დაემატა საწვავის ავზის გადატანა უკანა სავარძლის ქვეშ. შედეგად მასის ცენტრი იდეალურს მაქსიმალურად მიუახლოვდა, რამაც მინიმუმამდე შეამცირა მანქანის ინერციის მომენტი მოსახვევში შესვლისას. ძრავის შერჩევა არ ყოფილა მარკეტინგული ნაბიჯი. ეს 3 ლიტრიანი ატმოსფერული ხაზოვანი 6-იანი თავისი ბუნებით სრულად დაბალანსებული არქიტექტურაა. პირველი და მეორე რიგის ინერციული ძალები აქ ურთიერთგამათანაბრებელია, რაც გამორიცხავს ვიბრაციებს. ეს ძრავი ქარხნულად იმდენად სქელკედლიანი თუჯის ბლოკით და მასიური შიდა კომპონენტებითაა აწყობილი, რომ მისი თერმული და მექანიკური გამძლეობის ზღვარი ბევრად აღემატება მის ქარხნულ 215 ცხენის ძალას. კონსტრუქციული თვალსაზრისით ყველაზე კომპრომისული ნაბიჯი სავალი ნაწილის არქიტექტურაა. ფასის დაზოგვის მიზნით მაკფერსონის გამოყენების ნაცვლად საინჟინრო ჯგუფმა როგორც წინ, ისე უკან ორმაგი განივი ბერკეტების დამოუკიდებელი სისტემა დააყენა. როცა შასი იხრება, ეს გეომეტრია უზრუნველყოფს საბურავის დახრილობის ოპტიმალურ ცვლილებას, რათა კონტაქტის ფართობი ასფალტთან მუდმივად მაქსიმალური დარჩეს. როცა Toyota-მ IS-ის პროექტზე მუშაობა დაიწყო, მათი მთავარი სამიზნე იყო i36, მაგრამ ბაზარზე გამოსვლისას მანქანას უკვე i46 დახვდა. იაპონელების ამბიცია იყო შეექმნათ უფრო კომპაქტური, უფრო მკაცრი და უფრო მძღოლზე ორიენტირებული სედანი, ვიდრე გერმანული ეტალონი იყო. საინჟინრო, ფიზიკურ და კონსტრუქციულ დონეზე Toyota მიზანს მიაღწია. მათ შექმნეს მანქანა, რომელიც შასის კინემატიკით და ძრავის რესურსით ტოლს არ უდებდა და ზოგ კომპონენტში სჯობნიდა კიდეც BMW-ს. მაგრამ გერმანული სამიანის მრავალფეროვნებამ და ბაზარზე დამკვიდრებულმა იმიჯმა Lexus დიდი გაყიდვების მოპოვების საშუალება არ მისცა. BMW-ს თავაზობდა ძრავების, ძარების და ტრანსმისიების უზარმაზარ არჩევას. Lexus-ი ევროპაში თავიდან მხოლოდ ავტომატური კოლოფით გამოვიდა, რამაც ევროპელი ავტომოყვარულების ნაწილი დააფრთხო. შედეგად პირველი თაობის IS-ი დარჩა ვიწრო წრის, საინჟინრო გურმანების საკულტო ავტომობილად.